ჩირინეს და კომპანია ყვარლის ბაგას შორის სააპელაციო დავა ამ წუთებში მეორე ინსტანციაში ისევ გრძელდება და დღეს ისმოდა შეფასებები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩირინეს კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო აღმაშფოთებელი გადაცდომა და ეგზოტიკური გადაწყვეტილება, რადგან კომპანია ჩირინეს წარმომადგენლები თვლიან, რომ რეალურად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ისინი პაპაშვილის კომპანიასთან გამტყუნდნენ, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ამბობენ, რომ მათ ხელშეკრულებიდან არ გადაუხვევიათ და რეალურად არანაირი გადაცდომა არ ჰქონიათ, რის გამოც ახლა პაპაშვილი მათ ადანაშაულებს 200-მდე ძროხის დახოცვაში. This is about სასამართლოს დასაჩვენებელი განშილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო და დაუსაბუთებელი, უფრო მეტიც ის არის საშიში პრეცედენტი სამართლის სივრცეში, იმიტომ რომ უშვებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება ერთი მხარე მიეტოვოს მეორეს და იმერებში როცა მეორე მხარეს არც ხელშეკრულება დაუღოვია, არც კანონმდებლობის რაიმე ნორმა, უბრალოდ თანხა გამოსალოს მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით. წინა სახელმწიფო მოლაპარაკებების დროს საერთოდ ნახსენები არ ყოფილა ის მიზნობრიობა, რომელსაც გამოიყენა ყვარლის ბაგამ ეს შესრულებული ნაკეთი. ანუ როცა მოდის კონტრაქტორი შემოგეძლო ნაკეთის დონიდან, როგორ შეიძლება ივარაუდო, რომ ეს გამოიყენებს ამას ცხოველის დამოსაგრებლად, ან ყოჩაუზე დისკლეიმერებს, რომ ცხოველს არ აჭამო, ადამიანს არ აჭამო, იმას არ აჭამო, ამას არ აჭამო. ანუ როდესაც ყიდის ქართლის ნაკეთს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რისთვის გამოიყენება, ისაც ცხადია, ხო, რისთვის შეიძლება ხო, არსებობს ხალხის დადგენილება, რომელიც ასაცრავს, რომ საკვები პროდუქტებში ეტრაციგმის არსებობა არის დაუშვება და ჩამოცვილია საკვები პროდუქტები, როგორც ხორცი, გრძე, კვერცხი და ასე შემდეგ. მაგრამ საკვები პროდუქტებში ნაკეთი ხვალგუსლა არ ამზრახვა ჩვენთვის სოფლიო ყოფილიყო, ამ ხელშეკრულებას საერთოდ არ გავაფრთხილდით. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ექსტრავაგანტური გადაწყვეტილება, ეგზოტიკურსაც ვიტყოდი, რომელიც მიიღო ყვარლის ბაგამ, რომელიც არ შეატყობინა სხვაშორის არც უსაც ეროვნულ საარჩევნოს. კომპანია ჩირინეს დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ესწრება დღევანდელ პროცესს, მან სასამართლოსაც მიმართა და აღნიშნა ხაზგასმით, რომ რეკომენდირებული არ არის ქათმის ნაკელი, რომ ცხოველებს აჭამონ. შესაბამისად, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რისთვის აპირებდა პაპაშვილის კომპანია ამ ნაკელის გამოყენებას, ამიტომ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომ აპირებს ახლა პაპაშვილი და საქალაქო სასამართლო დაეთანხმა, ბიზნესმენის შეფასებით არ არის სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე ჩირინეს დამფუძნებელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაშინ კომპანიას აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ იმ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს და რაც მისი შეფასებით იქნება ასევე ზიანის მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ნაკელი, რომელსაც ჩვენ ვყიდით, არის გეტყვით, რომ ტოქსინებით არის ის, რომ აჭამო იმას საფრთხეს ალბათ მოგდებოდა. მე არ მინდა ამაზე დიდი აქცენტის გაკეთება, მაგრამ ბატონი ლაშე ვიღაცამ შეაცდინა და ამ შესაძლებლად ამათ აჭამე. ინვესტორი ვარ და მე ვაპირებ ამ ქვეყანაში ინვესტიციას და განვითარებას, მაგრამ მე თუ ხელშეკრულება მაგდავდე, შევასწრო ჩემი პირობა და ყიდო და უცბად აღმოჩნდა, რომ იმას ძროხა მოუგდა, საქმეები მოუგდა, რაღაცა ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. და ეს იქნება პრეცედენტური, ახლა ასეთი რაღაცა, რომ თქვა რაც მოხდეს, თქვა მე დამავალო. ეს იქნება პრეცედენტური და ინვესტიციას მაშინ უნდა დავეშვიდობოდი. ახლა რამდენიმე წუთიანი შესვენება არის გამოცხადებული სააპელაციო სასამართლოში, პროცესები გაგრძელდება ყვარლის ბაგის პაპაშვილის კომპანიის წარმომადგენლების მოსმენით. ამის შემდეგ გადავლენ უკვე მტკიცებულებების გამოკვლევაზე და არ არის გამორიცხული, რომ დღეს არ დასრულდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი მათ შორის გადაიდოს.